თავდასხმელები ყავს. მოიცა აგერ ტაიმის მიწურულს ფეინორდს აქვს შანსი, კარგი პასი და რაში ასრულა. აი ასე უნდა დაარღვია. აი ასე, პირველი გოლი. ფეინორდი იმსახურებს ამ ტაიმის მოგებას. არა იმიტომ რომ უფრო მეტი მომენტი ჰქონდა, ან უკეთ თამაშობდა. PSV რო არ თამაშობდა ისე როგორც შეუძლია, ამიტომ დაიმსახურა ფეინორდმა. აი ასე 0-1. გურ რა დაურღვა? აი ახლა კეთილი ინებონდა დაიწყო სირბილი მეორე ტაიმში. პირველში ვერაფერს აღარ მოასწრებენ. ნახე რა მაგარი პასიც იყო და ჩასვა პირდაპირ. გუსტილსაც ჰქონდა ესეთ ჩანს და ვერ დაარღვია. მოგახსოვს და ამას ტექნიკა აქვს. ახე რა პირდაპირ. თულად არ არის ფეინორდის კაპიტანი. ეს 17 წელს. აი რასაც ვამბობდი, შეტევა, ლინსენი დარტყმა და 2-0 დამთავრდა. აბა რა კლასიკა. იკითხება თამაში იკითხებოდა, რომ ერთი მომატება იყო და ფეინორდი გატეხავდა საბოლოოდ PSV-ს, რომელიც არახად გამოცლილი უკვე ყველა და დაღლილი მოკრივეები რო ხელებს იქნევენ, უბრალოდ აი ესე თამაშობდა. ჟანრის კლასიკა. ფეინორდი უკვე 2-0-ს უგებს. კაიდროსია ეს. მადუეკეს გამოყვანა აი ძალიან დროულია. აგერ ბიოცე გაკო არა, კრიტიკა დაატყდება მწვრთნელს თავს ნებისმიერ შემთხვევაში. ხო, სოსიედადთან 2-2 არ ღირდა ფეინორდთან. მაგას თავი დაანებები, გამოიყვანა მეორე ტაიმის დები, რა შუაში იყო ეს. თადარიგში ყავს ეს მადუეკე, ბაინკელი, გუტიერესი, კარლოს ვინისიუსი გამოვიდა ბურსას შეხვებია, ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა იყვნენ, აი ფრთხილად ეხა უნდა იყოს PSV მესამე გოლს გაუტანა. ხო, მაგას ვამბობ რა, აჰა. რა შეუსრულა 3-0 მუსრსავლებს ფეინორდი. ორსტრამ მესამე გოლი გაუტანა. რა მაგრად უგებენ თან, რა ანგარიშით უგებენ, სირცხვილი. თავარი ფავორიტიო ჩემპიონობისა. ეხა 10-0 წლების წინ მყირალა შედეგი იყო, მაგრამ ის ეხა ნელ-ნელა თაობებს დაავიწყდება, მაგრამ ეს სტუმრად 3-0 ეს ძალიან ისეთი სერიოზული მარცხია. ამას ადვილად არ აპატიებენ შმიდს ეხლა. მოუყვება რომ სოსიედადთან დავიღალეთო და რა შეაინტერესებთ რა? არავის არ აინტერესებს. შემატკივრებს სოსიედადთან დაიღალათო იმ ბილბაოსთან აგერ კარგია ესეც სინისტერა ერთი დაუბრუნოს აბა დესერსი 4-0 ესეც ასე ეს ის მე მგონი ის 10-0 გადაიფარა და ხო მაგარია როგორც ის 10-0 არ გამეორდება არასდროს ისე ეს 0-4 არ გამეორდება ეს პროვოცირებს იქნახე ის რო გამომშო მოკლავს ალბათ 4-0 ფილიპს არენაზე ფეინორდისგან არ არის ეგრე ზუსტად გადაიფარება ამას კიდე ერთი 100 წელი უნდა ასეთი რაღაც რომ მოხდეს ოთხით-0 ვინმეს რო ეთქვა მატჩის დაწყების წინ ეს შედეგი ნამდვილად არ გაუჯერებდი ეს შედეგი რო ეთქვა ვიფიქრებდი რომ ვინმეს რო ეთქვა წინასწარ მეტყველს ეს თამაში 4-0 დავარდება დარწმუნებული ვიქნებოდი რომ PSV